არავითარი სხვა სამშობლო ამაზედ მეტი არ გამაჩნია. მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ეძღვნება ახალგაზრდა ნიჭიერ ხელოვანებს, რომლებიც სწავლობენ თბილისის მერიის სოლიკოვი სალაზის სახელობის ნომერ 1 სამხატვრო ხელოვნების სკოლაში და ამასწინებზე იყო მათი გამოფენა 4 და მეტრეველები. ეს საკმაოდ იშვიათი გამოფენაა, რადგან 4 იყო ოჯახში 4 და 4-ვე მხატვარი, ხო, გატაცებული მხატვრობით, ეს იშვიათი შემთხვევაა. გამოფენაც იშვიათია, იმიტომ რომ 4 დღის გამოფენა არ მგონია რომ ხშირად იყოს სამხატვრო საზოგადოებაში. ამიტომ უკვე სათაურიდან დაწყებული არის ძალიან საინტერესო, მიმზიდველი და ამავე დროს დამაინტრიგებელი საზოგადოებისთვის. დღეს ჩვენთან სტუდიაში სტუმრად არიან ამ სამხატვრო სკოლის პედაგოგი, გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი, თბილისის სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი ქალბატონი ნათია ნიკოლაიშვილი და მოსწავლეები მარიამი და დიანა მეტრეველები, ხოლო ანა და ნია ამჟამად არ არიან, სახლიდან გვიყურებენ ალბათ. ისინი შედარებით პატარები არიან წლოვანებით და ამიტომ ისინი ჩვენ რეპორტაჟში გამოჩნდებიან ამ გადაცემის შემდეგ. ეხლა ქალბატონ ნათია, საინტერესოა როგორ დაახასიათებთ თქვენს მოსწავლეებს, რომელი წლიდან არიან ისინი თქვენ სკოლაში, რა დონის მონაცემები ჰქონდათ და როგორ განვითარდა შემდგომში მათი ეს წინსვლა, რამდენად მონდომებულები არიან და რას აკეთებენ საერთოდ სკოლაში? მოგესალმებით. მხარული ვარ, რომ შემიძლია წარმოვადგინო დები მეტრეველები, რომლებიც სწავლობენ ჩვენ სკოლაში, რომელიც 70 წლის არის უკვე სკოლა. სკოლაში უკვე მრავალი წელია გამოყენებითი მიმართულებით მიდის სწავლება სხვადასხვა დარგში, ისწავლება თექა, ხეზეკვეთა ჭედურობა, მოდის დიზაინი, კინო და თეატრის ისტორია, ხელოვნების ისტორია და სხვათა შორის ქალბატონი ქეთევან ბარნაბიშვილი თავაზობს ხოლმე ბევრ სიახლეებს და წელს აგერ ხელოვნების ისტორიის განხრით ინგლისურად იკითხება ჩვენთან ეს ლექციები და ძალიან კარგი. ამ ყველაფერში, ამ მრავალ დარგოვან ხელოვნებაში ჩართულები არიან გოგონები, 4-ვე. ვერ გამოვარჩევ, იმიტომ რომ 4-ვე უნიჭიერესია, ძალიან შრომის მოყარე გოგონები არიან, მიზანდასახულები არიან. პირველ რიგში არიან ძალიან კარგი აღზრდილები, კეთილგანწყობილები და ყოველთვის მახარებს მათთან ურთიერთობა. და რა ვიცი, ფიქრობ, რომ ღირსეული ხელოვანი გოგონები გაიზრდება. რა იცოდნენ სკოლაში რომ მოვიდნენ და ეხლა რა იციან? სკოლაში რა თქმა უნდა, 2 წლის წინ მოვიდნენ ჩემს ჯგუფში, მაგალითად დიანა სახელოვნების ჯგუფში გავიცანი, შემოვიდა ჩემთან და 1 წლის მერე გაუჩნდა სურვილი გაეცნო ტექნიკური მინანქრის ტექნოლოგიას და საკმაოდ რთულს. კი ბატონო. და ამის ნამუშევრებში უკვე ისახება საკმაოდ ჟღერადი, ფერადი ნამუშევრები აქვს. იგრძნობა ეს საიუველერო სიზუსტე და ფიქრობ, რომ უფრო მეტ საინტერესო შექმნის ამ განხრით. და უნდა ველოდოთ პერსონალურ გამოფენასაც, ხო? აუცილებლად. მარიამი? მარიამი არაჩვეულებრივი გოგოა. უნიჭიერესი
თავისებური ხედვა აქვს მას, შევამჩნიე თავიდან, როგორც კი მოვიდა ჩემთან მოდის დიზაინზე სწავლობს მარიამი. აქვს თავისი გამორჩეული ხედვა ამ მხრივ და რაღაცნაირი კრეატიული თავისებური მიმართულება აქვს შერჩეული და ძალიან საინტერესო მოდელებს ქმნის და არა მარტო ესკიზებით, კერავს თავის ხელით. ხო, ეგ ცდილობს რომ საინტერესოა. თანამედროვე და წინა ეპოქის სინთეზი გააკეთოს და აი ამ მხრივ რაღაცა უფრო განვითარებადია და მისი შემოქმედება წინ და წინ. და აი ტექნოლოგიური მინაქარი რამდენად ეს რთულია საკმაოდ და როგორი აითვის ასე მოკლე დროში. ძალიან ნიჭიერი გოგოა და შრომის მოყვარია, რაც თავარია. შრომის მოყვარეობა ამ შემთხვევაში გამსაზღვრელია რა თქმა უნდა. ვიწყობს ამ მხრივ ხელს და რა ვიცი, ფიქრობ რომ კარგად გამოსდის ეს ყველაფერი. დაინტერესდა ფერწერული მინანქრითაც და საკმაოდ საინტერესო ნამუშევრები წარმოგვიდგინა გამოფენაზე. განსაკუთრებულად გამორჩეული დღეა. ჩვენი სკოლა მას ვინძლობს 4 დის მეტრეველების ჯგუფურ გამოფენას. პატარა ყველაზე ანა არის 6 წლის, მომდევნო არის 9 წლის, ნია. მერე არის დიანა, რომელიც არის 17 წლის და მარიამი, რომელიც არის 16 წლის. გამოფენიდან, ექსპოზიციიდან გამომდინარე, ჩანს რამდენად მრავალფეროვანია მათი ნამუშევრები. ისევე როგორც ეს ბავშვები არიან დატვირთული სხვადასხვა მიმართულებით. სწავლობენ სახვით განყოფილებაზე. სახვით განყოფილებაზე დებს ანას და ნიას ასწავლის თია რაზმაძე სახვითი მიმართულებით. რაც შეეხება ფერწერას და ხატვას ასწავლის მარიამს, რომელიც 16 წლისაა, მაია კიკაჩეიშვილი, ხოლო უფროსი დიანა წელს აბიტურიენტია, წინასწარ ულოცავთ და უსურვებთ წარმატებებს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად ექნება. სწავლობს დიზაინის განყოფილებაზე, სწავლობს მინანქრას ამჯერად, არის მერიის სტიპენდიანტი, ძალიან ამაყები ვარ და გვიხარია, იმდენად საინტერესო ნამუშევრები აქვს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო მშობლები, რომლებიც აქტიურად არიან ამ ბავშვების ზოგად განათლებაში ჩართულები, ყველანაირად არიან ყურადღები და ის ინტერიერიც, შემოსასვლელიც, აბსოლუტურად ყველაფერი ბავშვების ხელით არის გაკეთებული. ნახავდით, აქვე არის წარმოდგენილი გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრები, არის პლასტელინში შესრულებული ნამუშევრები, 1-2 არის შედევრი, რო დააკვირდებით ნახავთ. კოსტუმებიც ასევე ძალიან საინტერესოდ, რაც მოასწრეს, ამის წელიწადია სწავლობენ მეტი არა და ამ ხნის მანძილზე ყველაფერი ჩანს, როგორ კარგად დაეუფლენ ყველა საგანს და როგორ საინტერესოდ წარმოაჩინეს. მინანქარზე მინდა გავამახვილო ყურადღება, იმიტომ რომ 2 წელიწადია, რაც არიან ბავშვები ამ მიმართულებით, უბრალოდ დიანა დაკავებული. ეს ეხლახან შესრულებული მოკლევადაში ამ სემესტრში შესრულებული ნამუშევრებია, რამდენად ნაყოფიერები არიან თავიანთი ნამუშევრებით, როგორი ფერწერულია, რამდენად საინტერესოთაა შექმნილი კომპოზიცია, ეს ტიხრული მინანქარი ურთულესია და ბავშვები ესე საინტერესოდ დაეუფლენ. გრაფიკაზე მინდა ყურადღება გავამახვილო, რა თქმა უნდა, უფროსი გოგონას ხელწერა ჩანს, როგორი მოთმინები სკულპტურულად გამოყვანილი აქვს არქიტექტურის ელემენტები და ცალკე მინდა იმ ემოციაზე ვილაპარაკო, რომელიც გადმოდის ამ ფერწერული ტილოებიდან. თუმცა მე მინდა ვახსენო თია თავაძეც, სადაც ორივენი ანა და ნია სწავლობენ გამოყენებით ხელოვნებას, თექას და ფარტაკს. ან აბსოლუტურად ყველა დარგს მოიცავენ. გარდა ამისა, დადიან სიმღერაზე, არის ლალი ნადირაშვილი მათი მასწავლებელი და დადიოდნენ გიტარაზე ალექსი არეშიძე, რომელიც ალბათ შემოგვესწრება მალე და ყველა მხრივ დაჯილდოებული ყველანაირად ნიჭიერი ბავშვები არიან. ვილოცავ ჩვენ სკოლას, ჩვენ კოლეგებს, ჩვენ პედაგოგებს, თანამშრომლებს, მშობლებს უპირველეს ყოვლისა და რა თქმა უნდა ბავშვებს ასეთი არაჩვეულებრივი ნამუშევრებისთვის. ეს არის პირველი გამოფენა და დარწმუნებული ვარ მომავალში ძალიან გვასახელებენ. ძალიან კარგი. აი დიანა, საინტერესო, აი რამ გადაგაწყვეტინა სამხატვრო სკოლაში მოსვლა? ჩემთვის პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ. მოხალხეობრივი იმისთვის, რომ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ დღეს აქ ვიჯდე. ხელოვნება ჩემთვის იყო ის, სადაც ვპოულობდი სიმშვიდეს და სადაც
შემეძლო განტვირთულიყავი და მე პოვა საკუთარი თავი და ჩემი შესაძლებლობები დამეტეს და ასე რომ ვთქვათ. მინდა პირველ რიგში ამ სიტუაციითაც ვისარგებლო და დიდი მადლობა მოუხადო ჩემს საყვარელ მასწავლებელს და ასევე თბილისის მერის სოლიკო ვირსალაძის ხელოვნების სკოლას და დირექტორს ქალბატონ ქეთევან ბარნაბიშვილს და სრულიად ყველა პედაგოგს აბსოლუტურად, იმიტომ რომ მათ შეუძლიათ და აძლევენ მოსწავლეებს იმის შესაძლებლობას, რომ განავითარონ საკუთარი თავი, წარმოაჩინონ და დაიმკვიდრონ საზოგადოებაში და ასევე თავს არ ზოგავენ, რომ სითბო და სიყვარული მისცენ ბავშვებს. ძალიან კარგი და აი უფრო რა თემები გაინტერესებს? ჩემთვის პირადად, როგორც უკვე აღნიშნეთ, საინტერესო არის ეს მინდან ქარზე მუშაობა. სირთულით, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი არაფერი, მაგრამ ეს უფრო ალბათ ადამიანზე არის დამოკიდებული. ადამიანის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. და მიანან ქრისაგან რა საკეთებ? ყველაფერს საკეთებ? იგივე ბეჭადი, რაღაც პორტრეტი, სამკაული, ყველაფერს აბსოლუტურად. მართლაც ამბობს ახლა. მუშაობს სამკაულზე, ვერცხლის სამკაულზე. დავიწყეთ ყოველ შემთხვევაში და განვითარდებით უფრო. ძალიან კარგი და აი მარიამ, შენთვის რა იყო გამსაზღვრელი, აი რომ მოუყევი შენ დას და დები რომ მოუყვედით საერთოდ აი ამ სკოლაში. რა იყო შენთვის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში? იცით, ხელოვნება ბავშვობიდან ყოველთვის მიზიდეო და ძალიან მიყვარდა ასე პატარ-პატარ რაღაცების კეთება, გინდა ხატვა იქნება თუ კერვა იქნებოდა, იმიტომ რომ სულ ასე მეგონა, რომ ჩემი ემოციები შემეძლო გამომეხატა ჩემი ნამუშევრებით და როცა ახლა მისგან გავიგე, რომ არის ხელოვნების სკოლა და მოვედი და ვინახე, რომ ძალიან კარგი გარემო იყო და მასწავლებლებიც ძალიან თბილები იყვნენ და უკვე სრული გამისცა, რომ ეს ჩემი თვალიდან უფრო გამაღრმავებინა და კარგად შემოსწავლა და როცა დავიწყე უკვე სწავლა, ნელა დროს განმავლობაში უფრო გამომჯობესა ჩემი ნამუშევრები და ძალიან ყოფილია. ძალიან კარგი. უფრო დიზაინისკენ იხრები, ხო შენ? დიზაინისკენ. ძალიან კარგი. და რას აპირებ მე გააგრძელო აკადემიაში სწავლა? მომავალში ვაპირებ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარო და მოდის დიზაინის კურსზე წავიდე უფრო, იმიტომ რომ ეს უფრო მეტად მიფრინავს. ხო, თანამედროვე სპეციალობა, გამოსადეგი და უმშევარი არ დარჩები ყოველ შემთხვევაში. შენ რას აპირებ? მე ცხოვრებაში ჩემი მიზნები და ჩემი სურვილები მაქვს, რომელსაც აუცილებლად თავიხდე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ხელოვნება და ჩემი პროფესია, ასე რომ ვთქვათ, ყოველთვის გამოსადეგი იქნება ნებისმიერ სიტუაციაში და რა თქმა უნდა, არის ესეც ის საშუალება, საიდანაც შეგიძლია გარკვეული სიამოვნებაც მიიღო, რა თქმა უნდა და პროფესიათაც აქციო. ხო, რა თქმა უნდა და პატარებებზე რა შეიძლება თქვა ხა სიმღერა მათი სიმღერა კი მოვისმინეთ გახსნაზე, მაგრამ ნამუშევრებიც ნახეთ, როგორი ბავშვური, უწრფელი, ხალისიანი, ჟღერადი ნამუშევრები აქვს. თამამიც ლექსებს ამბობენ საკმაოდ რიხიანად როგორც იტყვიან. არის სკოლაში და ისე რომ დავალფი ყველაფერს ჩართულები არიან. ქსოვილების ჯგუფში მუშაობენ თია თავაძესთან, საკუთრებულებას თია რაზმაძესთან გადიან პატარები და საკმაოდ წარმატებულად გამოდის. მაიაკი კაჩეიშვილთანაც არიან, ხო? კაჩეიშვილთან მარიამი მუშაობს და ნამდვილად საოცარი სასწაული ფერწერები აქვს მარიამს კომპოზიციების მხრივ განსაკუთრებით. დინამიური, ჟღერადი, ფერადოვანი, მისი ემოციები ყოველთვის ჩანს მის ნამუშევრებში, განწყობა და თვითონაც კარგი განწყობა შემოაქვს სკოლაში, როდესაც დები ჩვენთან არიან. ესე იგი, ცხოვრებაში არ დაიკარგებიან, არა? აქედან გამომდინარე, გაართმევენ თავს, რადგან აქედანვე აქვთ გარკვეული ინტერესი. და მიზანსწრაფულობა, რაც მთავარია ცხოვრებაში და არ შეიძლება აქ არ აღვნიშნოთ მშობლების დამსახურებაც, ხო, რომლებიც გიწყობენ ხელს. დედმამა, მამას მამუკა ქვია, ვიცი, დედას ლალი, ხო, ძალიან კარგი რომ აი ასე გიწყობენ ხელს მშობლები
და ამას გარკვეული ის უნდა, რა ქვია, ხელშეწყობა, პირობები, როგორც მორალური, ისე მატერიალური, რა თქმა უნდა და აი კარგია რომ არ ზოგავენ საკუთარ შესაძლებლობებს, რომ თქვენ გამოჩნდეთ საზოგადოებაში, ჩამოყალიბდეთ სრულყოფილ პიროვნებებად და საკუთარი სიტყვას თქვათ ამ ცხოვრებაში, არა მარტო იცხოვროთ ჩვეულებრივად, თქვათ ბიოლოგიური მისწრაფებებით, არამედ შემოქმედებითი მისწრაფებით და რაღაც გარკვეული წვლილი შეიტანოთ იგივე ხელოვნებაში, იგივე თუნდაც სხვა დარგში, რომელშიც თქვენ იქნებით სამომავლოდ, რომ აი თქვან, რომ აი დები მეტრეველები ჩანან ამ ქვეყანაზე. ძალიან კარგია, რომ აი ეს მშობლების ღვაწლი, რომ ამართლებთ ამას და არ ჭირდება მშობლებს რაღაც ზედმეტი რომ წადი ისწავლე წადი სკოლაში და მთელი ამბავი და არ სწავლდა ეგეთი რაღაცეები. როგორც ხდება ხოლმე, ძალიან კარგი, აი მადლობა რა შეიძლება უთხრათ თია რაზმაძეს, მაიაკი გაჩეიშვეს ხო, რომლებიც უვითარებენ თქვენთან ერთად ამ გემოვნებას, პროფესიონალის ხვეწენ და აყალიბები, ბარბარეს კი ბატონო და აი ეს ყველაფერი ქმნის იმ ერთობას, რასაც ჩვენი მომავალი ქვია, რასაც ქვია მომავალი საქართველო, მომავალი ხელოვნება და ის ნიჭიერი ახალგაზრდობა, რომელიც უნდა გამოჩნდეს და იქნება წარმმართველი უახლოეს მომავალში. ხო, არაფერს დაამატებთ კიდე თუ თქვენ ხო არ იტყვით რამეს კიდე რა ვიცი ხო შეიძლება რაღაცა გქონდეთ კი ნამდვილად მისალოცია თქვენ სასაკში გამოფენის გაკეთება, იმიტომ რომ გამოფენა არის პირველი ტრამპლინი, ვთქვათ, რომ აი რა გაგიკეთებია, ხო, იტყვი რომ აი მქონდა გამოფენა, ეს უკვე ჟღერს და ეს უკვე რაღაცას ნიშნავს, სავიზიტე ბარათია თქვენი, რომ რაღაცას აკეთებთ, რაღაცას უკვე წარმოადგენთ, ხო? ყოველ შემთხვევაში პირველი ნაბიჯები ამის უკვე გადადგმულია, წარმატებითაც ხომ, რაც შევხედეთ იქ და როგორც თქვენ პედაგოგები ახასიათებთ მას, იმიტომ რომ სკოლა საერთოდ არ აკეთებს ისეთ გამოფენებს, თუ არ იმსახურებს მოსწავლე. ხლა 300-ზე მეტი მოსწავლეა, მაგრამ ჩვენ სკოლაში, მაგრამ პერსონალური გამოფენები არის საკმაოდ იშვიათი. ხო, თითქოს ამ წელს არის პირველი ყოველ შემთხვევისთვის. მით უმეტეს, როდესაც ძალიან დიდი არჩევანია და დიდი მოთხოვნები, იმიტომ რომ სკოლა მონაწილეობს როგორც რესპუბლიკის, ისე საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში და წარმატებითაც. აი, ახლახანს ტოიოტას გამოფენაზე ჩვენმა მოსწავლემ გაიმარჯვა, ხო? თქვენმა გაიმარჯვა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება 6 წლის არის, ხო, ბავშვი? ხო, აი 6 წლის ბავშვმა გაიმარჯვა ტოიოტას ცენტრის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მეტყველებს სკოლის დონეზე, პედაგოგთა დონეზე, როგორც რა დონეზე მიდის იქ სწავლება, რა დონეზეა დაყენებული იქ პროფესიონალიზმური მოთხოვნები და აი შედეგიც ჩანს. იმიტომ რომ პირველი არ არის ტოიოტას გამარჯვება ეს მე რამდენი არის უკვე ვეღარც დავთვლი, რამოდენიმე იყო ყოველ შემთხვევაში, რაც მე მახსოვს და ასევე საზღვარგარეთ აგზავნიან ნამუშევრებს და შემდგომ დიპლომები და პრემიები მოდის, ესეც საკმაოდ დიდი ამბავია და აი გისურვებთ რომ მომავალში აი ასეთი პრემიები მიგეღოთ საერთაშორისო კლასის და დონის და ცოტა გასულიყავით საქართველოს ფარგლებს გარეთაც საერთაშორისო ასპარეზზე. მოსწავლეები, რომლებიც ქვეყნის გარეთ წარმატებებს მიაღწიეს ჩვენ კურსდამთავრებულებმა და საერთოდაც არაერთი გამოჩენილი და ცნობილი ადამიანები სწავლობდნენ ჩვენ სკოლაში და კი, ბევრია, კი. ჩვენი გოგონებიც გვასახელებენ. ძალიან კარგი. მე მინდა წარმატება გისურვოთ სამომავლოდ, როგორც შემოქმედებაში, ასე პირად ცხოვრებაში, გაახარეთ მშობლები, მეგობრები, მასწავლებლები და იყავით წარმატებულები. მადლობა სტუდიაში მომზადებისთვის, ამით ჩვენი საუბარი დავამთავროთ და ახლა ვნახოთ
ის სიუჟეტი, რომელიც მომამზადეთ გამოფენიდან. სახვით განყოფილებაზე მათი მასწავლებლები არიან მაია კიკაჩეიშვილი, თია რაზმაძე, დიზაინს მინანქარს ასწავლის ნათია ნიკოლაიშვილი, ჩვენ სიმღერასაც ვსწავლობთ და ასწავლის ლალი ნადირაშვილი, ჩვენი ღვაწლოსილი პედაგოგი, მეტყველება და თეატრალურ განყოფილებაზე ასწავლის ქეთევან გობეჩია, ჩვენი ახალგაზრდა პედაგოგი. გარდა ამისა, ისწავლება დიზაინი და კოსტიუმებს, ხედავთ როგორი კოსტიუმები შექმნეს, მაია კიკაჩეიშვილთან ძერწავენ და აქ ჩანს როგორი კარგი ნამუშევრებია პლასტელინში. ემოციებს ვერ ვალავ, იმდენად საინტერესო ხედვა, გადმოცემის საშუალება და თუ შეიძლებოდა ასე საინტერესო ქანდაკება არის თავისუფლად ძალიან შეზღუდული, იმიტომ რომ ქანდაკებაში არის ძირითადი რამდენიმე მიმართულება ჟანრობრივად და ასე განშლა და ასე საინტერესო წარმოჩინება ეს მათი თანამედროვე ხედვაა და ძალიან მიხარია რომ დიზაინისკენ ასეთი მიდრეკილება აქვს და ასე საინტერესო ხედავენ და ზუსტად აი დიზაინის და გამოყენებითი ხელოვნების ერთი იმაზე აქვს საჯვარედინზე ისორი კომპოზიცია რომელიც აქ წარმოადგენს ბავშვებმა. მოხარულები ვართ რომ მოგზავნით ვიხარია რომ ასეთი კარგი ბავშვები გვყავს, მანამ დები მეტრეველები დიდები შემოგვიერთდებიან. მინდა თქვენის ნებართვით ქეთევან თუ შეიძლება თქვენ ლექსი და მე წავადგინოთ ჩვენი უძვირფასესი სტუმრები. კი ბატონო, მოგესალმებით. მოკლედ ძალიან ამაყები ვარ ნამდვილად რომ ასეთ საოცარ გამოფენას ვასპინძლობთ, მოკლედ ჩვენ ფანტასტიკური მოსწავლეები. 4 და მეტყველი ქალთეშენს ძალიან დიდი ძალის ყველა იყო რომ ეს ნამუშევრები აქ გამოფენილი იყო ნამდვილად და მოკლედ მე ბევრს აღარ ვილაპარაკებ და მოусმინოთ ანა მეტრეველს, შემდეგ მია მეტრეველს და მედია მოგეწონებათ. ჩემო ჭრელობებლებო, ჩემო ლუჯოიებო, ჩემო ლუშისხეებო, ჩემო ჩიტუნიებო, როდის აყვავილდებით, აწმებო და ვაშლებო, ტყეში მარცხის აკრებად, როდის წავალ ბავშვებო, ზამთარი მიდის, თოვლით ნედა, საწკათოლის ბაბუას დაუშინოთ გუნდები, აი თავი ამოყო, უჩქისია სენძელა, გაზაფხულო ლამაზო, მალე დაგვიბრუნდები. აბა გისმენთ შენ ჩემო შემომხედეთ ეს კაბაზე, ოვიწონო მინდა თავი, ლებადალენზე რა ვარ, გაზაფხულის პატარიძარი, გაიყვიდეთ ყვავილებო, თორ ნება, ჩვენს ქვეყანას მიულოდეთ გაზაფხულის მობრძანება. გაზაფხულის უმთქვა ისმის გაიყვედეს, ენჟერება დღე გადიდა დათვა, მაგრამ ზაფხულს წასვლა ეძნელება. ზე იცინის გრძელი ფუნჯით მწვანეთ ფერად ღებავს მინდვრებს, ზივზივებენ ბეღურები, მალე გამოიამინდებს. და მოკლედ ძალიან მოხარულები ვართ რომ ყოველთვის ჩვენ გვერდში გვიგანან მერის წარმომადგენლები ქალბატონი ცირაშალოშვილი რომელიც არის კულტურის განყოფილების ჩვენი უფროსი ასე ვთქვათ ხელმძღვანელი და ქალბატონი ია ქარტავა რომელიც ძალიან აღსანიშნავია ეს თქვენი თანადგომას რომ ძალიან დიდი მადლობა ამისთვის რომ ყოველთვის ჩვენ გულს იჭირავთ და ყოველთვის გვეკითხებით რა გვინდა როგორ გვინდა და ნუ მოკლედ ყველანაირად შეგვიძლია ფარგლებში ყოველი საქმე ასე რომ თუ სიტყვით მივესალმებით ძალიან უკაცრავი ბიჭი ბიჭი აბა არა შობლები აკარგებ შობლები ხატავი ფაქტია. ესე იგი რო არა ვთქვა მანამ გაგაწყვეტინებთ რაც მშობლებმა ითავეს და გააკეთეს ერთი კვირის მანძილზე გარეთ ხო გააფორმეს ეს ბუშტები ბერეს მერე კიდეს ეს ისინი ყვავილები ხო აწყეს თითო და ჩამოკიდეს ფოიეში და დანარჩენს აღარ ვიძახი აი ნათქვამი არ ქონდა თვალებში ვიყურებდნენ და ბავშვებიც დარწმუნებული ვარ ასეთი ყოჩაღები იმიტომ არიან რომ ასეთი მონდომებული და ყველანაირად ხელშემწყობი მშობლები არიან. აი ყველანაირად არ ვიცინდა. ყველაფერზე დაკავებული ხართ, რომ მაქსიმალურად აითვისონ ამ სკოლაში თუ კი რამე დარგებია. საერთოდ ჩაბარებას. სისხლის სამართალს. ამ დროს მინახები
იქ ხატრობა დაგერაულები. აუცილებელიც კი. უკაცრავად გავხოცია. არა, როგორ ვიკადრებათ? გილოცავთ პირველ რიგში ძალიან პირველმა ბიჭებს და წარმატებულ გამოფენას და მადლობა ჩვენ არა, მადლობა თქვენი მსახურისთვის, რასაც აკეთებთ. ერთადერთი ჩვენი ვალი რაც არის ის, რომ რასაც შევძლებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გვერდში დაგიფერთ. დანარჩენი ლოისწყვილ საქმეს თქვენ აკეთებთ. ჩვენი დამსახურება მანდ არაფერი არ არის, გილოცავთ კიდევ ერთხელ და სიყვას თარგმნით თქვენი ძალიან ბევრი წარმატების ნებისმიერი პროფესიის არჩევის შემთხვევაში. ავტორია გილოცავთ მეც და მიხარია, დიდი მადლობა რომ ესეთი რაღაც კრეატიული რაღაც შეფერება იცი ხოლმე ცალკე გამოყოფა და ესეთი წარმოჩინება ამ ბავშვების და დახატული პროვალია. და წარმატებები მინდა უსურვო თქვენს პედაგოგებო, რომ ესეთი მოდელებითა და ამ ბავშვებს ამოვაჩენთ. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა მოგიხადოთ ერთხელ, იმიტომ რომ თუ კი რამე გვაბადია, თუ კი რამე ნათქვამი არ აქვს, აი უღრმესი მადლობა მთელი ჩვენი სკოლის სახელით. დაფა დაზგა ქვესაკრდენია ტუნბუა თუ კი რამე ანტურაჟი რაც კი რამე გჭირდება ასე ერთგულად გვერდში გვიდგეხართ და უღრმესი მადლობა და ბავშვების სახელითაც პედაგოგების სახელით უკვე ფანტაზია დაგვეშრით და აღარ ვიცით როგორ სტევსივით გვეშინია მესამე სურვილით უკვე აღარ დავამთავროთ ჩვენი ეს არაჩვეულებრივი კასკადი ამ საფიქრების და ყურადღების ქეთო წავიდა მე გავარწელე. ბატონო გუბა თქვენი თვით თუ დიდი მხატვარი ბატონო გავარწელე. თუ იურაში მინდა აღნიშნო რომ რაღაცა ისუიათი შემთხვევაა რომ მერცმა 4 დედმამიშვილს ესე დაამერტყა მრავალფერი შემოქმედებითი ნიჭი რა რომ 4 და ყველა აი ხელოვნების ეს ძალიან რაღაცა გასაოცარი აბავია და დიდი ის არის რა სასიხარულოა და აქ ჩანს რა როგორი სერიოზულობით და როგორი ოსტატობით არის ყველაფერი შესრულებული. ნუ ასაკობრივი ნიხრით რა შესანიშნავი გრაფიკებია. ეხლა ის ალბათ აი პროსიდებიდან რომელიღაც შესანიშნავი ფერწერა არის. როკი უყვართ, როკი ხო თუ მძიმე? აი ხედავ. მძიმე მეტალი უკეთეს. აი ნებში ხედავ იქა დრამერიც არის. ქართულად მეტო დასარტყამი ინსტრუმენტები და ელექტროგიტარები და ესე ჩანს. გიტარაზეც რადიოდნენ ბატონო. აგერ თეატრალური კოსტუმებიც არის. ესეც ბავშვების არის გოგოების კარბარი. აქ რასაც ხედავს ყველაფერი. მე მგონი თექაც არის. კი, თექაც. მოკლედ შესანიშნავი გამოფენა არის და ალბათ შემოქმედებით ცხოვრებაში უამრავი კიდევ წინსვლა და გამოფენები ექნებათ და ძალიან ქალბატონმა კეთილმა რომ აღნიშნა ძალიან სასიხარულო რომ მშობლებიც ესე უწყობენ ყველანაირად ხელს ორგანიზებაში თუ ყველაფერში და როგორც აქ ითქვა. დანარჩენი აი მასწავლებლების პედაგოგების ძალიან დიდი შრომა ჩანს ამ ყველაფერში და მოკლედ ხსნილი აქვს თავიანთი შემოქმედებითი გზა და ძალიან კარგი დასაწყისია ეს. ნუ ცოტა მე ვისურვები რომ აკადემიაში წასულიყენ ესეთი ნიჭი და სისხლის საბადო თუ რა თქვი. გილოცავთ და აი ესე გაგეგზელებიოთ. მე ეხლა უკაცრავად. ახლა მეტალი ვისაც უყვარს, ახლა გასაგებია რომ ცოტა განსხვავებული ხედვის არეალი აქვს, ხო?
და ამ დროს რამდენად ფაქიზი ბუნება აქვს და ფერწერაში რამდენად განსხვავებულია. ანუ ძალიან დიდი ესეთი ფასო სპექტრი აქვს, როგორც ემოციური, ისე გემოვნების. ანუ მრავალფეროვანია ძალიან და ძალიან მოხარული ვარ, რომ ერთი ჰორიზონტი 2-4-ზე და არ მიდის ამ შეზღუდული ხედი. ამ პატარების კიდე ძალიან უშუალო და ძალიან თბილი და სიყვარული. მე ჩამეკარი არის ეს და მაგაჩამეკარი. კიდევ ლექსების აი ეს წილები უყარს კი ისინიც დილოცავ კარგი ნამუშევრები, ბედნიერებია ესეთი ბავშვების სკოლა რა. აი ეს არის საქმე. ნახატების არის ხალხი. ანუ ემოციურად ციფრეს ვერ იმაშვებიან სამ იმას განზომილებაში გადადიან ეხლა. იმიტომ ხა თექა თავისთავად მაინც ახლა სიტყვოვანია. არა მაინც გამოიტანეს აქეთ დიზაინისკენ იქიდან არ მიდრეკი. ნახატები აი მეკეთილიმელია მეკნეები. იქიდან ბაჭია ყავს კი. ბაჭია ყავს ძალიან. აი ეს ფარდაკი ანასია მაგალითად ანასია. უიმე სხვის ცხენი ბედნიერი სამითევზი. ეს გულყავს კიდე ეს ანასია თბილისობაზე რა. ძალიან. კი. ძალიან ისე. აი ძალიან უშუალო და მე ის მიხარია რომ საერთოდ არის ხოლმე ხანდახან რომ ერთი მასალების ხელი მე პატარა ის მასალებლების ისინი გამოდის ნახატები იმ წუთშივე მიხვდები ხოლმე რომ თქვათ ამ მასალებმა შექმნა ამ მასალების მოსავლემ შექმნა ის ნამუშევრები აქ ეს არ არის ჩვენთან სკოლაში ყველას აბსოლუტურად ცდილობს მასალები რომ დაუტოვოს ინდივიდუალიზმი მახსოვს ერთხელ მშობელს არ მოეწონა ფორმაულ რაღაცნაირად ცოტა სხვანაირად ბავშვი ხედავს ასე ბავშვი არ შეიძლება გარკვეულ ასაკამდე ჩარევა იმ ბავშვის ხედვაში, მის წარმოსახვაში და იმიტომ ვასწავლეთ, რომ ნელ-ნელა ამისკენ მიდიან და ბოლოს მივლენ იმ აკადემიურ ნახატთან და მიხვდებიან. ასე რომ ძალიან კარგი გამოფენა ბატონო გუბას. ჩვენთან თეატრის და კინოს ისტორიას კითხულობ, პატარებს ნახატების ისტორიას უკითხავს და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სკოლის ბავშვების აღმოჩენა ქართული ნახატი ფილმები გუბასის დამსახურებით. მართლაც ძალიან უჩვეულო და საინტერესო გამოფენა, როგორც მერაბმა აღნიშნა, უჩვეულია, რომ 4 დაიყოს და 4-ვე ხატავდეს. ასეთი ინტერესი იშვიათია და ძალიან კარგია, რომ გამოხატეს ეს თავის დამოკიდებულება. მერე ჩანს ინტერესი პირველ რიგში, ჩანს ემოცია, ჩანს გამწყობა, რაც მთავარია ამ ნახატებში და არა მნიშვნელობა ეხლა რა პროფესიის იქნებით, მთავარია რომ ეს მხატვრობა და ეს ნახატისადმი სიყვარული ფერცხლობა თამაშდებთ თქვენ ეს და კი სადაც არ უნდა იყოს მაინც რაღაც ჩანახას გააკეთება შესაძ მაინც დახატავ არ არსებობს რომ ხატვა ბოლომდე დაანებო ხატვას თავი და ამიტომ ძალიან სასიხარულოა ეს ამბავი რომ აი ამ დონეზე იცი ხატვა დაინტერესებთ და ნახოთ როგორ განვითარდება თქვენი შემოქმედება მიუხედავად აი დარგობრივი სხვადასხვაობისა ინტერესებისა შემდგომ უკვე როგორც წავა თქვენი ცხოვრება მაგრამ ეს გამოფენა ეს ნახატები ეს განწყობა მთელი ცხოვრება დაგჭირდა ილოცავთ და ალბათ უკაცრავად მინდა პირველ რიგში სიტყვა გადავწერ რაღა პირველ რიგში მაგრამ მაინც თეა რაზმაძეს რომელიც არის ასევე სასწავლო დარგში ჩვენი მოადგილე და ორ პატარა მეტრებას მწყებსავს ბედნიერად საღამოო ჯერდება სიყვარული და ეხლა სულა შეცვალა ეს და უნდა ნახოთ რა გნიასია როგორი ხიარულები და კარგები არიან წიცილები ვითახვევიან თეა მასალებას ამხის ბავშვები ყავს ყველა და მას სუის არის და ყველა ვიფუნჩით დარბისი ილოცავთ შემოძვირფასებო ძალიან იჭერები ხართ წინსვლამ ბევრი წარმატება ძალიან მრავალფეროვანი გამოფენაა იგრძნობა ეს სხვა და ბევრ დარგს ეუფლებით ასე ვთქვათ ბევრი წარმატება და კიდევ ბევრი გამოდის თქვენგან მიღწევები მშობლებო დიდი მადლობა
სკოლას ულოცავ ასევე. სკოლას ნამდვილად ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან მათ. ბედნიერება ყოველ წელიწადს გამორჩეულად ნიჭიერი ბავშვები არიან, მაგრამ წელს არის რაღაცა კასკადი. აი ჩვენ ახლა გადავწყვიტეთ, რომ თვეში ორჯერ მაინც თითო პედაგოგი გამოვა თავის ჯგუფური გამოფენით. და დარწმუნებულია თქვენც მოგიწევთ თუ გექნებათ საშუალება მოხვალ და ნახავთ აბსოლუტურად იმდენად საინტერესოდ მუშაობენ ფერში ზოგიერთ მხატვარ შეეშურება იმდენად საინტერესო თამამები არიან მე უკვე ცოტა სკოლა რაღაცა ეტაპზე ზრუნავ და მე იხსნებიან და ქლიანობაში ჩვენთან არიან ლაღები ბედნიერები და თვითგამოხატვის უამრავი საშუალება კარიდან კარში შედიან და ხან ის არ გაინტერესებთ ხან ეს და ამის საშუალება ჩვენ გვაქვს ღვთისმსწავლობით ნათია მასწავლებელი კი რაღაც დამეკარგე ბავშვების ცხოვრების საისტორიო დღე სამგორის სახელობის სამხატვრო სკოლა, რომელიც ითვლის 60 წელს მრავალი ნიჭიერი ხელოვანი გამოუშვა და ერთ-ერთ ამ ნიჭიერებში იქნებიან ეს ბავშვები. ეს არის ნამდვილად ილოცავთ ისრებ წარმატებებს სკოლა მრავალპროფილიანია და ეს ბავშვები რამდენიმე პროფილს ეზიარებიან. ერთ-ერთი არის მუსიკალური, ძალიან მუსიკალური ბავშვები არიან, ვიცი ძალიან ბევრი სიმღერები, მაგრამ ახლა უკვე გაზაფხული მოდის, ჩვენ ავრიჩიეთ ჭრელო პეპელა, რომ მალე მოვიდეს ზაფხული. ზაფხული და თარგმნით და ჯარგალოთ ეხლა უცებ ისწავლეთ და მე გიმღერებ. ბავშვები ხართ. ცოტა ხანში გიმღერებთ, ეხლა ნათია იტყვის. ნათია ნიკოლაიშვილი რომელიც ასწავლის აკადემიაში, სასამართლო ძირფასო აბიტურიენტები, ვინც მიდიხართ აკადემიაში, ნანა ყუპარაძეს, ნათია ნიკოლაიშვილს, მერაბ კაკაბაძეს იქ ნახავთ და დარწმუნებული იყავით, გვერდში თანამდგომი ყოველთვის გეყოლებათ. მრჩეველი, დამრიგებელი. ნათია მასწავლებელი, თუ შეიძლება. გესალმებით. ილოცავთ დღევანდელ დღეს ულოცავთ სკოლას, გოგონებს, მშობლებს, მეგობრებს და ძალიან მოხარული ვარ, რომ პირველ რიგში მიწევს სამ სკოლაში მათ გვერდით ყოფნა და ასეთ საოცარ ბავშვებთან ერთად ურთიერთობა. განსაკუთრებით ჩემთან დიდ გოგონებთან შემიძლია საუბარი. ყოველ წელია მათთან ერთად მუშაობ, დიდ ინტერესით შეძენ და ჩაასეს მათ ნამუშევრებშიც დიანა მინანქრით დაინტერესდა და სახეზია მისი ნამუშევრები თავისი ჟღერადობით, ლამაზით, გემოვნებით. მარიამი განსაკუთრებულ ინტერესით შეძ დიზაინის მხრივ. დიდი წარმატებები გვაქვს მე მგონი, ნახავთ თქვენ თვითონაც და ვუსურვებ მრავალ გამოფენას და წარმატებებს წინსვლას ცხოვრებაში. ეტყერებს განსაკუთრებით ულოცავ. წვიმის გამო ძალიან ბევრი ვერ მოვიდა, რაზეც გული ჭდება და ეს გამოფენა ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება. ნებისმიერ შეგიძლიათ მოგზავნდეთ, ნახოთ, დაგვათვალიეროთ, ისიამოვნოთ. თქვენ სტუმრებსაც შეგიძლიათ გადასცეთ, არ დაიწვიტოთ გული. ამინდებით გამოვა და ნამუშევრებსაც ნახავთ. პატიცემულ დედიკოს მინდა გადავცე სიტყვა, რომელსაც ამხელა ამაგი აქვს და არ ვიცი, ემით უთქმელი, ჯერ მარტო ამდენ კილო შეძენა არ უნდა და მასალას, მე ხო ვიცი მხატვრობიდან, ეხლა მე სუფთა თეორეტიკოსი ვარ, მაგრამ თქვენგან ხო ვიცი მაინც, ეხლა თითეული კილო შეძენა ბავშვების ხო, ყველანაირად. ჩარჩოები მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მერიდან ღვთისმსწავლობით ხელშეწყობა გვაქვს და ბავშვები ამას ძალიან აფასებენ, იმიტომ რომ ჩარჩოების საშუალება ძალიან ძვირია ჩარჩოში ჩასმა და ასე ვათხოვებ, ჩავსვამთ ამ ჩარჩოში, მე ამოვაზრობ და ვაკლებთ, აი, როგორ გაჩარჩოები გვაქვს. რეკლამა, სარეკლამო ჭრა. ხო შეიძლება. ხო. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ქალბატონ ქეთევანს, რადგან ჩემს შვილებს მისცა თავიანთი ნიჭის წარმოჩინების უფლება. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ქალბატონ ნათიას, ქალბატონ თეას, ქალბატონ მაიას, ქალბატონ თეას თექის პედაგოგს, თქვენ ქალბატონ მერაბი, თქვენ ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ქალბატონ ლალის მინდა მადლობა გადაუხადო, რათა ასე ზრუნავენ ჩემი შვილების განვითარებაზე, ნიჭის განვითარებაზე და ასე გვიწყობთ ხელს.
მადლობა და თქვენს გილოცავთ და მრავალი ასეთი და კიდევ უკეთესი გამოფენები გაიგეთებინოთ. მადლობა. არავითარი სხვა სამშობლო აბაზედ მეტი არ გამაჩნია.